მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემ არხზე ხართ და თუ გინდათ რომ ნახოთ როგორ შეიქმნა ეს ლამაზი მაკიაჟი, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მანამდე არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწვევა. ანას კანი მომზადებული აქვს, უკანას აქვს მშრალი კანი, გავუტენიანებ სრულყოფილად და გადავდივარ ქუჩის ილუმინატორზე. ეს არის მძინვარე პრაიმერივით ფაქტიურად. და ცოდნა მეტ სიმძინვარეს მომცემს. ხელით ამოვიღე და ხელით გადავუნაწილებ. ილუმინატორებსაც რა თქმა უნდა აქვს ფერები და არასწორია, როცა მაგალითად, ახლა მე რომ წამესვა ანასთვის ვერცხლისფერი ილუმინატორი, ძალიან ბევრი სიცივეს შემატებდა კანს და არასწორი ფერი დაჭდებოდა მერე ტონალურიც, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა ფერის ილუმინატორს იყენებთ რა ფერის კანზე და მნიშვნელობა აქვს ქვედა ტონსაც თავისთავად. ტონალურს გამოვიყენებ NARS-ის Light Reflecting Foundations, ფერს ქვია Lima, ეს ახალი ფერია სხვათა შორის NARS-ის და საკმაოდ თხელია და სასურველი იქნება ანას კანისთვის. დავიწყოთ ფუნჯით. ზოგადად მე მშრალ კანზე არასოდეს არ ვიყენებ მაკიაჟის სპონჯს, ანუ ბუბელს. დღეს რა მაკიაჟს ვაკეთებთ არ ვიცით, მივყვებით ინსპირაციას და სადამაც მივალთ, ყველა ერთად ვნახავთ. ანა ჩემთვის არ არის პირველად ჩემთან მაკიაჟზე ძალიან მიყვარს ერთად საყვარელი მოდელია. და ბევრნაირი მაკიაჟით მინახავს და დღეს მინდა ისეთი გავუკეთო, რომელიც ჯერ არ მქონია. კორექტორად გამოვიყენებ NARS-ის ჰანის, რომ ანას თვალის ქვეშ მოცემული სიმუქე გავაქროთ და ამოვანათოთ. ძალიან თხელ ფენას ჯერ ანას დავადებ და მერე რეგულარულ კონსილერს. მეორე კონსილერს გამოვიყენებ Dior-ის Backstage და ფერი არის 2N. ამასაც ამოვიღებ პალიტრაზე. და დავიწყოთ. ბრონზერად გამოვიყენებ Charlotte-ას ბრონზერს, ფერი არის მედიუმი. ზოგადად მშრალ კანზე უნდა ეცადოთ, რომ გამოიყენოთ თხევადი კონტურინგი. კრემოვანზე მეტად კარგად მუშაობს მშრალ კანზე თხევადი კონტურინგი. Blush გამოვიყენებ Rhodes Blush, რომელსაც ქვია Pocket Blush. ესეთი ფერია. გადმოვიღებ ხელზე. და ხელიდან გადავიტან ანას კანს. ყველმალის ზედა ნაწილის გამოკვეთა. ეს ცოტა დავამატებ.
ის სრულად ცვლის ფორმასაც და აისაც ჩემი აზრით სანავანაცებს. კრემოვან ჰაილაითერს გამოვიყენებ შარლოტას Pillow Talks. გამოვიტანე ხელზე. და ბლაშის თურით ოღონდ აქტივებს კალთი იმ ადგილებს, რომელიც მინდა, რომ დაბლების მერე წრსივდეს. შემდეგი ეტაპი არის setting spray. რომ ეს ეფექტი არ გაგვიგვიჭოს პუდრმა. პუდრს გამოვიყენებ ორივეს პუდას პუდრს, ერთი არის Peach Pie და მეორეს ქვია Glowish და ეს არის 02 ნომერი ამას სახეზე და ამას ტეზონაზე. რომ დაბლ მაკიაჟი გავაკეთოთ, ტეზონა აუცილებელია, რომ შესაბამისად პრიალებდეს. უნდა პრიალებდეს აი ეს ადგილი, სადაც არის ტექსტურული კანი. ფონჯი შევცვალე ამ შემთხვევაში, ოდნავ გემართება და სულ ოდნავ გარეთ, ოდნავ ესე გადავატარებ სიბსტარეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს სახის პუდრი შერჩეული იყოს სწორად. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პუდრი, აი ესეთი, რომელიც შავი კანისთვის არის განკუთვნილი ჩემი აზრით. როზერად გამოვიყენებ ისევ პუდრს და ისევ Huda's Glowish სერიიდან, ოღონდ ეს არის 09 ნომერი, ექსტრა თანქვია ამ ფერს. აი ესეთი თბილი ფერია. იგივე პუდრის ფონჯით. ოდნავ ეცალ სიტყვის. სახის გარე ნაწილებში. ბლაშს გამოვიყენებ Fenty's Hot Chicks, ასე ქვია, აი ამ ფერს. ოდნავ სიბზინვარეს შეიცავს და ძალიან ფერია. გადავატარებ თვალზე, სადაც ბლაში გადავატარ. ავიღებ თეთრ ჭრილს, ეს არის Jeffree Star's პალიტრა და ძალიან კარგი თეთრია. დავატან დასაწყისში, ხოლოდ და ამ ბლაშის ფერს არ შევეხებ, იმიტომ რომ მინდა რომ ეს დარჩეს, ესე როგორც. Dior's highlighteris პალიტრიდან ავიღებ აი ამ ვერცხლის ფერს, მოთეთრო მოვერცხლის პროს და ამ თეთრ ჭრილს ოდნავ და დასაწყისი აი ასე გამონათებული. აქ ძალიან ბრჭყვიალა და ძალიან საკმარისი ილუმინაცია აქვს ამ ჰაილაითერს. ჭრილს გამოვიყენებ შარლოტას პალიტრიდან, აი ამ შუალედო ყავის ფერს. აქ ძალიან მუქია და აქ ძალიან ღია. თვალის კუთხეში. გადავწყვიტე რომ და არ გამოვიყენო არც ლაინერი, არც მანქანი. ამიტომ თვის ცოტა თვის შეხედება ბჭო. ავიღებ იგივე ფერს
და თვალის კუთხეში ქვემოდან გავუკეთებ. ტუშის დრო მოვიდა ქვედა წამწამზე, შევთაიხედან. ტუშს გამოვიყენებ პერსონას შავ ტუშს, ეს არის წყალგამძლე ტუში. და ანას რო გული არა უჩუქდეს სარკეში და ჩაიხედა. კოიტიკური ანა. ორი ცალი წამწამი დავაკარი ბოლოში, თვალის კუთხეში. და ვატაფჭა წარბი და პომადა. ტუშზე გამოვიყენებ დელფის წითელ კონტურს და წითელი პომადა არის, ეს არის ID Cosmetics-ის. ავიღოთ ახლა პომადა ცოტა. გადმოვიტანოთ ხელზე. და დავიწყოთ ტუჩზე მისი გადაკანა. ბოლო ეტაპი არის დასაფიქსირებელი სპრეი. აღჭიანა. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, რომ ასეთი ლამაზ-ლამაზი მაკიაჟები ნახოთ.